კურიერი 9 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გუშინდელი ქადაგების მედიაში გაშუქებას ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი მოყვა. სულს განუმარტოთ, რომ ნებისმიერი ვრცელი გამოსვლის დროს ეთერში კომენტარის სახით მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტი გადის და ეს ტელევიზიის მუშაობის მიღებული წესია. გამონაკლისი არც გუშინ იყო, ვინაიდან პატრიარქის გამოსვლა პოლიტიკური სპეკულაციის თემა გახდა. დღეს კურიერი მისი უწმინდესობის მიმართვის უფრო ვრცელ და იმ ფრაგმენტს გთავაზობთ, რაზეც პოლიტიკოსები დღეს მიტინგზეც კი საუბრობდნენ. მე მიუმართავ სრულიად საქართველოს, მე მიუმართავ ხელისუფლებას ჩვენსას, ოპოზიციას, მე მიუმართავ საქართველოს ჯარს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ძალა ადამიანი ჯარისკაცი, რომელიც აღმართავს ხელს თავის ძმაზე, ის აღარ გამოდგება სამშობლოს დასაცავად. მე მიმართავ ყოველ ადამიანს, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რომ გამოვლინდეს განგება ღვთისა, რომ გამოვლინდეს ის ნება, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის და ერისათვის. ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველაზე გმირული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. უკვე 20 წელია 9 აპრილს ქართველები იმ გმირებს იხსენებენ, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ღამის 4 საათზე დაიწყო. ზუსტად იმ დროს, როდესაც გენერალ როდიონოვის მეთაურებით სადესატო ნაწილები მშვიდობიან მომიტინგეებს გაუსწორდნენ. 9 აპრილს ზაღუპულების ხსოვნას საქართველოს ყველა რეგიონში მიაგეს პატივი. დილის 4 საათი, 9 აპრილი და 20 გასული წელი. იმ დღიდან, როცა რუსული ტანკების და ნიჩბოსანი ჯარისკაცების მსხვერპლი ქართველი ხალხი გახდა. იმ ადგილზე, სადაც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველები დაარბიეს, უკვე 20 წელია პარაკლისი ტარდება. პარლამენტის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები გარდაცვლილთა სულებს პატივს ყვავილებით და ანთებული სანთლებით მიაგებდნენ. აქ რო ყოფილიყავი ალბათ, ან მეც არ ვიქნებოდი დღეს ცოცხალი და გმირების გვერდით ვიქნებოდი, ან და ჩემი თამრიკო ცოცხალი იქნებოდა. გამოვიდნენ აქ ტანკები და ნიჩბიანი ისინი, ჯალათები. მიგრამდე შეერაღებული და ეს ჩვენი შვილები, ძეები, ძმები, შიშვა და ხელების შეებრძოლნენ მათ. რუსთაველის გამზირზე ის ადამიანებიც მივიდნენ, ვინც 1989 წლის აქციებში მონაწილეობდა. უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები 20 წლის წინანდელ ამბებს გამთენიისას იხსენებდნენ. ის ადამიანები, ის სახეები, რომლებიც აქ იყვნენ 9 აპრილის თავისუფლების ანთებული ადამიანები, მე არასდროს არ დამავიწყდა, ჩემთვის ეს არის ბრძოლის დღე, კიბილის დღე და ეს არის გამარჯვების დღე. თვითონ დამოუკიდებლობის გამოცხადებაც 9 აპრილს იყო ზუსტად გამსახურდია წინადადება, რომ ამით მიგვეგო პატივი იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ დაეცნენ მაშინ. გარდაცვლილთა მემორიალთან სანთლების დასანთებად დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილიც მივიდა. გიორგი გამსახურდია 9 აპრილს ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტატუსის გადამწყვეტს უწოდებს. ეს იყო გარდამტეხი ნაწილი ეროვნულ გამოთავისუფლებელ მოძრაობაში და პოლიტიკური დატვირთვაც ზეგან მოვახსენეთ თქვენს კოლეგებს, რომ ქონდა ზუსტად ის, რომ საბჭოთა კავშირს უკვე არ ქონდა არანაირი საყრდენი, რომ თავისი რეჟიმის არსებობა გაემართლებინა. 9 აპრილს გარდაცვლილებს მთელი დღის განმავლობაში მიაგებდნენ პატივს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ბათუმში უნივერსიტეტის წინ რიგითი მოქალაქეები და აჭარის მთავრობის წევრები შეიკრიბნენ. მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქუთაისშიც. ეროვნულ გმირებს იხსენებდნენ გორშიც. ქალაქი, რომელიც 2008 წელს რუსების მიერ ოკუპირებული იყო, 1989 წელს რუსეთის არმიის მსხვერპლს პატივს 9 აპრილის ბაღში მიაგებდა.
ემოციური იყო ეს დღე გურიაში, სადაც 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის და ნინო თოიძის საფლავზე ოჯახის წევრები და ახლობლები გავიდნენ. ეს დღე ჩემთვის წუხილიცაა და ბედნიერების დღეც, იმიტომ რომ რამდენჯერ ამოსულ ვარ ნინოს საფლავზე და მინახია ყვავილების თაიგული მოტანილი. ქართველების მეხსიერებაში 9 აპრილი დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ასევე ყველაზე გმირული დღე. ამიტომ პარაკლისი ყოველ წელს ტარდება და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით იმკობა. მარჯანიშვილის თეატრში დღეს 9 აპრილისადმი მიღწეული საღამო გაიმართა ნიშნიანიძის, კალანდაძის და სხვა ქართველი პოეტების ის ლექსები, რომელიც 20 წლის წინ 9 აპრილის ტრაგედიას მიეძღვნა მსახიობმა ზინეიდა კვერენჩხილაძემ წაიკითხა. საღამოს აზერბაიჯანელი და ლიტველი სტუმრები ესწრებოდნენ და საკუთარი ქვეყნების იმ თარიღებს იხსენებდნენ, როდესაც 9 აპრილის ანალოგიურად თავისუფლებისთვის მებრძოლ მშვიდობიან ადამიანებს საბჭოთა რეჟიმი ტანკებით გაუსწორდა. თბილისის მერიამ იმ გმირების საპატივსაცემად და იმ გმირების ხსოვნის უკდავსაყოფად, რომლებიც 20 წლის წინ თავის შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ერთიანობას და საქართველოს თავისუფლებას მოაწყო მართლაც ეს ლამაზის საღამო. 20 წელიწადია ყველას ახსოვს თითეული მათგანის სახელი და ამავდროულად დღეს არის დამოუკიდებლობის დღე, ანუ მათი სისხლი ასე ფუჭად არ იყო ჩავლილი. ამ სიმღერას ვაჩუქოთ ერთმანისტიტები. ამან ხო საერთოდ უცრემლოდ ვერც მივდიოდით და ვერც თითოეულ მომღერალს ვეფერებოდი, როდესაც მღეროდა და ეს იყო ყველაფერი ჩემთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა 20 წლის წინ მომიტინგეების ამ მოთხოვნას მოსკოვმა სასანგრე ნიჩბები, ხელკეტები და დღემდე დაუდგენელი გაზი დაუპირისპირა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცენტრალურმა კომიტეტმა წითელი არმიის ყველაზე გამოცდილი და ელიტარული ნაწილები გამოიყენა. გამზირზე 20 წლის წინ დილის 4 საათზე გამოჩნდნენ. ხალხმრავალი დემონსტრაციების დასაშლელად გენერალ როდიონოვის შემადგენლობას მოსკოვმა მედესანტეთა პოლკი დაახმარა. საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს თანხმობით საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნის სურვილი რუსულ ჩექმას უნდა ჩაეხშო. ხელკეტებით შეიარაღებულ რუსულ შინაგანჯარს მოულოდნელად თავდაცვის სამინისტროს მედესანტეები ჩიტაძის ქუჩიდან შეუერთდნენ. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ ქალებსა და ბავშვებს. აქციის მონაწილეები ალყაში მოექცნენ. ერთი მხრიდან რუსული ჯარი და მეორე მხარეს კი სატვირთო მანქანები, რომლებიც დემონსტრანტებმა ტანკების შესაჩერებლად თავად ჩააყენეს. აქციის მონაწილეები რუსული ნიჩბების, ტანკებისა და მომწავლელი გაზის წინაშე სრულიად დაუცველები აღმოჩნდნენ. რუსთაველზე ნამდვილი სასაკლაო მოეწყო. როგორც ბალახს ცელავდნენ და ამ დარტყმებით რომ მომცელეს მეც და ჩემი ირგვლივ ყოფები და მე ესე იგი გონება ნელ-ნელა უკვე მეთიშებოდა დავეცი, მე ზემოდან უშველებელი გორა ესე იგი ხალხის დამაწვა და გავიჭყლიტე და დავკარგე გონება რა. თხოვეს რომ იმღერეთო გოგოებო, იმღერეთ სიმღერით შეხვდეთ სიკვდილისო. და ჩვენ დავიწყეთ სიმღერა, დენა ძლიერი ყო ეს ასხლეტილი ნიჩბის ხმალ. ისმოდა საკმაოდ კარგად, იმიტომ რომ ისინი არ ერიდა, ისინი იმიტომ იხნებდნენ, ესე მძლავრად მოხოდროდა. ხო და ეს ყველაფერი თავისთავად მკვეთრად გესმოდა. რუსთაველის გამზირზე საშინელი ჭყლეტა დაიწყო. ჯარისკაცები ცდილობდნენ მომიტინგეები მთავრობის სასახლისკენ მიემწყდიათ, რომ მოგვიანებით მათთვის მთავრობის სახლის აღების მცდელობა დაებრალებინათ, მაგრამ შეუიარაღებელმა ქართულმა პოლიციამ ხალხის ნაწილი საფრთხეს გაარიდა. ამის მიუხედავად იმ დილას რუსთაველზე 16 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. სულ ამ ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ ქერათმა შეღებილ ქალს შავგრემანი გოგო დააკლეს. ესე იგი ნახველი იყო და მაშინ მართლა ქერათ ჰქონდა თმები შეღებილი. ალბათ უკუნამ რომ დაინახა რომ დედამის დაარტყეს და ალბათ წავითეცი, მან არ დამტოვა და მას დააკლეს და ფუძე ჰქონდა გადატეხილი თომა.
დარბევამდე მომიტინგეები საქართველოს პატრიარქმა გააფრთხილა. უწმინდესმა თბილისის მთავარ გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილებს ქაშვეთის ეზოში გადასვლა ურჩია, მაგრამ უშედეგოდ. საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სტუდიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ამძამდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი. თელი არის ერთი სულული თანხმული. უწმინდესის მოწოდებების შემდეგ მიტინგზე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილი ოდნავ მოგვიანებით ირაკლი წერეთელმა დაარღვია. უთხარი რომ რა დუმილით ხვდებით მეთქი განსაცდელს თუ განსაცდელია ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვიძით თავისუფლებისათვის, ჩვენ მინდა დამოუკიდებლობა და შევხვდეთ ბრძოლის დროს როგორც დიდგორზე ხდებოდნენ ქართველები ომახიან და ვაჟკაცურად და გავიკითხე მამაოჩენო. აპრილის ღამეს ის ვინც რუსულ ნიჩაბს გადაურჩა სიცოცხლისთვის სახიფათო გაზით მოიწამლა. საკუთარ ახლობლებსა და შვილებს მშობლები დღეების მანძილზე საავადმყოფოებში ეძებდნენ. ვინგასცა მიტინგის ასე სასტიკად დარბევის ბრძანება ამ შეკითხვაზე პასუხს უკვე იმ სისხლიანი ღამის გაცენების შემდეგ ითხოვდნენ. ტრაგედიიდან წლების შემდეგაც ყველას კარგად ახსოვს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი მდივნის ეს სიტყვები. ექსტრემისტ ლიდერებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. საბჭოთა ხელისუფლების მტრებთან ბრძოლა მხოლოდ სიტყვით არ შეიძლება. მოგვიანებით კი თავად ტრაგედიის უშუალო მონაწილემ და დარბევის ავტორმა იგორ როდიანოვმა დეტალურად გაიხსენა, როგორ მიიღო ბრძანება მიტინგის დარბევის შესახებ. წინადღით ამერიკის იაზოვმა და მაისეევმა შემდეგ წერილობითაც მაცნობეს, რომ მიგზავნიდნენ კიროვაბადის მედესადეთა პოლკს. დილისთვის მიტინგი ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო. დემონსტრაცია დაიშალა, მაგრამ ეროვნული მოძრაობა უფრო გაძლიერდა. 99 წლის ტრაგიკული გაზაფხულის შემდეგ საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ხომალი საბჭოთა კავშირიც დაიშალა და საქართველო დამოუკიდებია. ბორტით 1382 ისევ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დგას, რატომ უჩივიან მგზავრები თურქულ ავიაკომპანიას? სპეციალური რომ გთხოვთ არ შეგეშალოთ ვინაიდან აეროდრომის მახლობლად არსებობს სხვა ასაფრენო